ზურიკო ბერიკაშვილის ტიპის ადამიანები პრაქტიკულად აღარ არსებობენ თეატრალურ სივრცეში. ამას მარტო მე არ ვამბობ, აი ერთმანეთს რო შევხვედრივად გაგვიზიარებია აზრები, მით უფრო როცა 55 წლის თავი გავაკეთეთ ზურიკოსი და გამოვეცი მე ეს ალბომი, რომელიც ასევე უმძიმესი იყო გასაკეთებლად, აი მაშინაც აი ძალიან შინაურულ ატმოსფეროში მის მშობლიურ მარჯანიშვილის თეატრში შედგა ეს საღამო, აი მაშინაც ყველა ერთმანეთს ვუზიარებდით, რომ კიდევ შევხვდებით კი ასეთ ადამიანს. ზურიკო აი ცოტა მიჭირს საიდან დავიწყო მასზე ლაპარაკი. პირველ რიგში ის რომ დღესაც კი რაღაცა დრო გავიდა ხო მისი წასვლიდან. დღესაც და მე მგონი ასე დარჩება სულ ესე დამრჩა რა და არ მგონია შეიცვალოს ეს განცდა და ეს დამოკიდებულება რომ აქ არის კიდე ჩვენთან არის და სახლშია ან თეატრშია ან გადაღებაზე ან კახეთშია ან წვერშია ან სადღაც არის ყოველთვის ესეთი განცდა მაქვს და როდესაც დავუშვებ იმ ამბავს რომ კი მე ესეთი განცდა მაქვს მაგრამ რეალობა უკვე სხვა არის ვერ ხვდები რატომ აი ეს კითხვა დამრჩა რატომ მოახერხა და თავისი ამ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული ჩვენ ერთ კურსზე ჯგუფში არა ერთ კურსზე ვიყავით და ამიტომ ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. აი სწორედ იმ პერიოდიდან მოყოლებული იცხოვრა ისე რომ არათუ მოძულე და არათუ ადამიანი რომელიც მას რაღაცა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებდა ამაზეც არ არის საუბარი იცით არ დადის არც ჩვენი თანამედროვე არც ჩემი თაობის გნებავთ ხელოვანი გნებავთ არახელოვანი ადამიანი რომელიც მას იცნობდა და უბრალოდ არ შეაძრწუნა თავისი ამ ქვეყნიდან წასვლით აი ასეთ ადამიანს მე არ ვიცნობ ეს ერთი რაც აუცილებელია და მე მგონი პირველ რიგში უნდა აღინიშნოს იმიტომ რომ ასეთი განსაკუთრებული და გამორჩეული თვისების მატარებელი ადამიანები დამერწმუნებით ალბათ თითზე ჩამოსათვლელნი არიან ამას ჭირდება ყველაფერი, რაც ქონდა ზურას, ეს იყო განსაკუთრებული შინაგანი კულტურა, რომლის არც პრეტენზია, არც რაღაცა გამორჩეული და ნაძალადევი გარეთ გამოტანის სურვილი მას არასოდეს არ ქონია, იცით? და რა თქმა უნდა, ეს სიჩუმე რაღაცა გარკვეულ დამოკიდებულებას მის მიმართ აღძრავდა და რასაკვირველია ყოველთვის გინდა თქვა რომ ნუ აი ეს კი მორიდება თავისთავად და მისი ეს ხასიათის ნიშანი შესაძლებელია მისი პროფესიის ადამიანს არც უნდა ჰქონოდა შესაძლებელია მაგრამ დამერწმუნეთ რომ ეს პიროვნებას ქმნის მაგრამ იცოდე მეორე თუ მოხდია ვერაფერი უნდა გიწევს მაგრამ Hai guarda vicino, a clavigiace? Iya. Dai. Allora, me va bene. E anche una vecchia magari me la fece da che capire di secondo.
ჩათვლილი მაქვს და დამაგვიანდება შეიძლება. ის არავისდან ნაკლები არტისტი არ იყო, მაგრამ მისი ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე, მისი უკიდურესი სიმორცხვიდან გამომდინარე, მე მართლა არ შევხვედრი ვარ ადამიანს, რომელსაც ამ ტიპის პოპულარობის მამა ყავდა და აი ასეთი წარმატებული და ასეთი ყოვლის შემძლე თუ შეიძლება ასე ითქვას და ნუ ახლა გივის პოპულარობა ნებისმიერ დარგში თუ სფეროში მე აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების მაღალ ეშელონზე მე ვლაპარაკობ უბრალო ადამიანებში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ ერთხელ ნათელა ურუშაძემ ბრძანა რომ გივი ბერიკაშვილი იმიტომ იყო ასეთი საყვარელიო რომ ის ყოველთვის თამაშობდა უბრალო ადამიანს სცენაზეო და უბრალო ადამიანი მაყურებლის უმრავლესობაო და იმ უმრავლესობამ ის აღიარაო გულით, სულით, ღვიძლით, სისხლით თუ შეგნებით, თუ არსებით ძალიან ჩემიანი იყო. კახის და გივის ურთიერთობიდან გამო ეს კიდე სხვა ურთიერთობა იყო, ეს მათი ურთიერთობა იყო და ჩვენი ურთიერთობაც არ მომდინარეობდა მხოლოდ ჩვენი მამებიდან. მათი ურთიერთობიდან და აი დაუშვათ კახი და გივი ურთიერთობა აი ჩვენც და არა და იცი როგორი რაღაცა არის როდესაც კახიც წავიდა ამ ქვეყნიდან მე და ზურიკომ თითქოს ერთმანეთს რაღაც დაუთქვით და სიტყვა მივეცით რომ ხშირად ვიქნებით ერთად და ну ერთად უნდა ვიყოთ სხვა გამოსავალი არ არის ეს თითქოს მამებმა ანდერძად დაგვიტოვეს რა და მიჭის ხოლმე რა მაღაზი გაფიქრება და ეხა უკვე იმას შევდივარ ასე ვთქვათ აი რეალობაში რომელიც აი მაფიქრებს უკვე რომ აღარ არის ზურიკო საუკეთესო თვისება ეს უბრალოება ზურიკოს ასე მემკვიდრეობით გამოხვა. მე საოცარი თავაზიანობით გამოირჩეოდა, როგორც კოლეგების მიმართ, ისე რეჟისორების მიმართ. არ ქონდა ის რომ ვერ ნახავთ, აი რომ მოძებნოთ არქივი, შეიძლება 2-3 იპოვოთ ისიც სულ ძალით ჩაწერილი ინტერვიუ თითქოს სხვენო და ის სულ თავდახრილი ლაპარაკობს ან თვალებდახრილი ლაპარაკობს. მთავარ როლს თამაშობდა თვითონ და ტელევიზიები რომ მოვიდოდნენ სხვა მსახიობები ეწერებოდნენ და ეს იდგა ჭრდილში. ეს იყო მისი ხასიათის თვისება. ამიტომაც ეს ასე იყო ბავშვობიდან. ამიტომაც ყველასთვის გამაკვირვებელი ამბავი იყო ეს, როდესაც მან თქვა რომ მე მინდა სამსახიობოში ჩავაბარო. ჭკვიანი და ნიჭიერი მსახიობი იყო. ჭკვიანს იმიტომ ვამბობ რომ არავითარ შემთხვევაში ყველანაირ როლს ერგებოდა და ყველას კარგად, ესე იგი მაქსიმალურად თავის შესაძლებლობას ჩადებდა და თუ რაღაცა შეატყობდა რომ ეს მისი სათამაშო არ არის, აი და სწორედ მისი ჭკვიანი ერთვებოდა და აბსოლუტურად შეეძლო აი აქ ისეთნაირად გადაერწმუნებინა რეჟისორი რომ ან მისთვის როლი შეეცვალა და მისი ანუ ისეთი სარგო როლი მიეცა ან არა და ამას მთლიანად შეუცვლიდა თვითონ ამ როლს კონცეფციას და მე თვითონვე იმას იზავდა, მოირგებდა იმას როგორც და ამიტომაც ძალიან ჭკვიანი მსახიობი იყო და ყოველთვის იყო ღელვით ყველა ვღელავთ ჩვენ როცა სპექტაკლი იწყება, მაგრამ ის განსაკუთრებულად ემზადებოდა.
ისე მზადებოდა თუნდაც სავარჯიშოებით ხმას გაახურებდა მერე მეტყველების სავარჯიშოებს გააკეთებდა რომ მაყურებელთან როცა წარსდგებოდა ის ყოფილიყო აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე გამართული და მისაღები მაყურებლისთვის იმდენად უშუალო ღია, იმდენად ბუნებრივი ლაღი იყო ჩვენთან ურთიერთობაში, რომ არ ვიცი, ყველას ყავდა ჩვენი ზურაბ ერიკაშვილი, მაგრამ ყველასთვის იყო ერთი და განუმეორებელი რატომ? აი მისი ამ ხასიათის გამო, რომელიც ყველას არ შეუძლია, რომ სულ იყოს აი ასეთ აი მსუბუქ დამოკიდებულებაში და მოგაწოდოს ყველაფერი მსუბუქად, გითხრას და ასე შემდეგ. აი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. აი ეს არის იშვიათად აი თუ შემხვედრია ასეთი ადამიანი. აი ჩვენ სფეროშიც ის გამოირჩეოდა რაღაც ძალიან იშვიათი თვისებებით. რომელიც იყო მუდმივი, ხო არის რომ რაღაცნაირად ასაკი ემატება ადამიანს, მერე იცვლება, არ იყო ესეთ და ზოგადად მგონია რომ ის იყო ძალიან უასაკო. გარეგნობაშიც ეტყობოდა ეს მომენტი, რომ მიიღო სულ მუდმივად 18 წლის და სულ ამაზე მაშვებოდით ხოლმე. ხუმრობდით რომ ისევ 18 წლის გახდი. მიყვარხარ, მძუხარ, რატომ? მძუხარ და რა ვქნა? მიყვარხარ. მძუხარ. ნუ, ძვირფასო ფიბი. ნუ გძულა, ნუ. აღარ მიყვარხარ. მითხარი რომ აღარ გიყვარა, როგორც ნუ მეტყვი ასე. როგორ? ბოროტა. აღარ მიყვარხარ. კლავსის გამოხი. მე რა დარკვდები? რა დარკვდები გոր მიხდილი? ვერ ახერხებ? მე რატომ ვთქვი? რომ თითქოს ჩემს თვალებს ძალავს კაცის მოკვდინების. აბა მითხარი, სად დაიჭერი? აბასა. მიჩვენე სად? არ შეიძლება რომ კვალი არ დაგაშვი. სად? აი და მე დაგიშავე. ხო მარაფერი. ხო დაასწყვი, როდესაც მამო. ადამიანებს თვალებში რომ გააჩნიათ იმ გვარი ძალა, რომ ამით ვინმე მოკლან მეთქი. ეს ოდესმე მალე დადგება, როცა თავად გამოსპიტალისვარ სიყვარულისას. მაშინ მანამდე ახლოს არ გამედა. რატო? მაგრამ ოდესმე თუ დამიდგა ამგვარი შამი, მაშინ დამცინე. არ შემიბრალო, რადგან მანამდე მე არ შეგიბრალე. როგორც გენებოთ, ითამაშა მარჯანიშვილის თეატრთან ერთად და ამის პრემიერა იყო ლონდონში, გლობუსში, ლევან წულაძის სპექტაკლი და გადის 1 წელი ამ სპექტაკლის პრემიერიდან. მე მქონდა ბედნიერება და ვესწრებოდი პრემიერასაც ლონდონში და შემდეგ მოხდა ისე, რომ 1 წლის თავზე მომიწია ჩასვლა უკვე ჩემ თეატრთან ერთად და უცებ რას ვხედავ მეტროებში, ლონდონის მეტროებში არის ზურიკოს და თამუნა ბუხნიკაშვილის ფოტო იმიდან, რა ქვია, როგორც გენებოდან, ესე იგი ეს ფოტო იყო შერჩეული როგორც რაღაცა სარეკლამო ფოტო იმ ფესტივალის, რაც ჩატარდა შექსპირის საიუბილეოდ. გლობუსში უნდა შედგეს პრემიერა. გლობუსი არის, როგორ გითხრათ, თეატრალურ სამყაროში, როგორც აი სანტიაგო ბერნაბეუზე ფინალი რო ითამაშო ჩემპიონთა ლიგის, იმაზე უფრო ის არის, რა ქვია, საოცრება თეატრალურ სამყაროსთვის. დავდგით აქ, ჩავედით. უნდა ვითამაშოთ, მაგრამ არ ვიცით რა რეაქცია მოყვება ამას, როგორ წავა სპექტაკლი, ამას როგორ მიიღებს ხალხი, იმიტომ რომ სოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან არიან ჩამოსული და პირველ შტაბში რომ შევედით სცენაზე, აი სასწაულია რომ დღეს დადგავით და
რაღაცა, დიდ მსახიობს ალბათ არ მოსწრებია მან თამაში. თან იმართება ექსკურსიები ამავდროულად. შენ რო გადიხარ რეპეტიციას, შემოდის 100 კაცი ერთად, მაგრამ ხმა არ ისმის. კი გადაულაპარაკე იმას, ჩემ პარტნიორს რა. ხო 50 ქართველი ბავშვი რო შემოუშვა მეთქი დარბაზში. იქ რა ამბავი ატყდება, მაგრამ ხელი არ გეშლება ეს მთელი დღე ექსკურსია. გავიერთ რეპეტიცია, დაიწყო სპექტაკლი, თამაშობთ ქართულად, რა თქმა უნდა. პირველივე ტექსტზე იყო სასწაული რეაქცია. კი გამეყარა დარბაზისკენ თვალი ხوار დაგვრცინიან მეთქი, მაგრამ ეს აღფრთოვანებული 1200 თვალი ზოგი ჩამოუდებულია სცენას. მას ქონდა ერთი ძალიან მაგარი თვისება, რომ ურთიერთგამომრიცხავი ადამიანები შეეძლო ხაცა თავი მოეყარა და ყველას სავის მეგობარი ეწოდებინა და მე ჩვენც მეგობრდებოდით ერთმანეთთან. მე მაგალითად არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება მის რამდენიმე მეგობარს, რომელიც დამოუკიდებლადაც მეგობრობდით მისი წასვლის შემდეგ, თითქმის რაღაცა უმისობას ერთმანეთს ვცდილობთ, რომ ერთად ყოფნით შევქმნათ ეს ამბავი, თითქმის არ ვლაპარაკობთ მასზე. იმიტომ რომ არ ვიცი წარმოუდგენელი მტკივილია ეხა მე ყველაფერი, მაგრამ ძალიან როგორ გითხრათ, სულ არის ის ჩვენთან. ეს კალი შეიტე. ახერხებდა იმასაც, რომ ნებისმიერ ეპიზოდურ თუ არა ეპიზოდურ როლში სტუდენტობიდანვე ასევე ხას გაუსვა მამას, იმდენად მკვეთრად გამოხატული ინდივიდი გახლდათ, რომ მისი ხასიათის ამ თვისებების არ შემჩნევა სცენაზეც კი არ გამოდიოდა და მე ვთვლი, რომ ეს ჯილდო და ერთგვარი ისეთი ნიჭია, რომელსაც ჩუქნის განგება ადამიანებს, რა თქმა უნდა ჩუქნის. რასაკვირველია ყველაფერი ამას ჭირდება ოსტატობა, შრომის მოყვარეობა, რომელიც არ აკლდა. რასაკვირველია ყოველივე ამას ჭირდება შინაგანი კულტურა, რომელიც არ აკლდა კი არა, ძალიან დიდი რაოდენობით და ძალიან დიდი მოცულობით ჰქონდა. რასაკვირველია ყოველივე ამას ჭირდება ოდნავი ფილოსოფიური წინასწარ ჭრეტა, რომელიც მას ჰქონდა უბრალოდ ამაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ არ უყვარდა. ზურიკოს აი ეს ხიბლი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა და ატარებდა და რატომაც ჩვენის დაგვაკლდა, ეს არის მისი ადამიანობა, ნამდვილად, პიროვნება, რომელიც აბსოლუტურად სიკეთისმეც არაფერს არ აფრქვევდა. ყოველთვის ფიქრობდა მის გვერდზე მდგომ ადამიანზე და არა მხოლოდ ქუჩაში გამლელზე ფიქრობდა, რომ დაინახავდა ვინმეს რაღაცა სჭირდებოდა და რაღაცა უჭირდა, აბსოლუტურად ყოველგვარი დაფიქრების გარეშე გარბოდა და ეხმარებოდა. ერთი სიტყვა იყო საჭირო, რომ ზურა მე შენ მჭირდები და ამ ყველაფერს აკეთებდა დიდი სიამოვნებით. და ხანდახან მithქვამს კიდევაც, რა გინდა დაანებე ის თავის ცხოვრებით ცხოვრობს, ესე ცხოვრობს, ახლა შენ ამაზე ხო არ უნდა ინერვიულო, არა? მაგრამ არა, ის და იმიტომ რომ ძალიან თბილი, ძალიან ადამიანური, ძალიან მეგობრული, ძალიან აი ყველანაირად დადებითი ადამიანი იყო. და სწორედ ამიტომ ცხადია გაკლდება, ხო? რასაც ყავდა ყოლ მას და არასდროს აღარ ცილდები. ნიყვა. შენ როგორც კაცი 1000 წილად არ ჯობი ხარ ამას როგორც ქალს. არ ჯობია. არასდროს არ უყვარდა მოტანა ამბის თეატრიდან, აი რაღაც მოხდა დაუშვათ, ხო? უნივერსიტეტი არასდროს არ მოყვებოდა სახლში და ჩვენ ვიგებდით, მამა ჩემც ასე იყო. და ვიგებდით ხომ, აი მთელ თბილისს რო გაიგებდა რაღაცა მოვლენას მაგალითად. და რამდენჯერ მithქვამს, რომ ბიჭო, რაღაცა ლენჩებივით რო არ ვიყოთ, გითხარი რაღაცა. შენ ბავშვობაში ისე მცემეო ენის მიტანისთვისო, რომ აი იმის მერე დავმუნჯდიო. გავლახე ერთხელ მართლა
შუშა ჩავტეხეთ მე და ჩემმა მეგობარმა ბალიშევით ჩხუბობდი ჩვენს პატარები ვიყავით და არ უთხრა მეთქი ლეილას და მაინც უთხრა და მაშინ გავლახე ხა ის მამაღალი დადგომია დავსაჯე ასე და მე ამაზე სულ ხუმრობდა რომ აი ეს იმიტომ არ ვლაპარაკობ არაფერს რომ მანანას ბრალია მცემაო სულ მცემდა მირტყავდა 24 საათი ეს თავის ქარიზმა რაც ქონდა რაღაც გამორჩეული თუნდაც ეპიზოდურ როლში ყოველთვის შესამჩნევი იყო მისი ეს ქარიზმატულობა და მისი ეს სინამდვილე და ბუნებრივობა რაც არ არის ხოლმე ხშირი აი ამდენად ბუნებრივი და ამდენად რეალურად მოირგო როლები სხვადასხვა არ აქვს მნიშვნელობა იქნებოდა ეს მთავარი როლი ეპიზოდური თუ ასე შემდეგ ანუ ყველა როლს აი ესე რაღაცა ძალიან რუდუნებით და ისე ეკიდებოდა და სულ ნერვიულობდა ყოველი გასვლის წინ სცენაზე და რეპეტიციაზე არ არსებობდა რომ დაეგვიანა ან გაეცდინა ან ასე შემდეგ და მოკლედ აი ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მით უმეტეს ალბათ ნუ ის თავისთავად იქნებოდა ხა მის ცხოვრებაში გავლენას მოახდენდა ალბათ როგორც ყველა ჩვენ ცხოვრებაში ჩვენი ოჯახის რომ როცა ხა გივის შვილი გქვია და იგივე პროფესიაში მოღვაწეობ შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობაა რომ ყველა ის მოლოდინი რაც არის საზოგადოებიდან ოჯახიდან და ასე შემდეგ გაამართლა და პირველ რიგში მგონია რომ ყველაზე კარგად შეასრულა კარგი ადამიანის როლი ცხოვრებაში. კარგი არა, ძალიან კარგი ადამიანის, იმიტომ რომ არ მეგულება ხა დღემდენად, თუნდაც მისი გარდაცვალების მერე ადამიანი, შორეული თუ ახლობელი ნაცნობი თუ მეგობარი, ვინც ზურაზე აი რამეს ისე გადაკვირით იტყვის, რომ აი რა ვიცი, ნორმალური ადამიანი იყო, არა, ყველა გიждდება და ვისაც ერთხელ მაინც ქონია შეხება, ან თუნდაც ეკრანზე, ან სცენაზე უნახავს, რაღაცნაირად ასხივებდა რა, აი ამ გულწრფელობას, ამ იუმორს და პლუს იყო ძალიან სევდიანიც. არასდროს არ მიფიქრია მთელი სკოლის ასაკის პერიოდში რომ მსახიობი გავხდარიყავი. ატარობაში რაღაც შემოთავაზებებს ჰქონდა რაღაც სპექტაკლში ბავშვის როლზე, მაგრამ ზედმეტად მორცხო ვიყავი და ამიტომ არა და აი რაღაცა მე-10 კლასში რა. გადავედი უცებ რადგანაც მომენტი. რაღაცა მე დაილექა კულისებში ყოფნა, რეპეტიციებზე ყოფნა, ძალიან მაგარ მსახიობებთან ურთიერთობა, ამათი ახლოდან ყურება და ამათ ჩემის ფილმების და სპექტაკლების ყურებამ იმოქმედა ჩემზე და ამიტომ გადავწყვიტე რომ მეც ამ პროფესიაში ყოფილიყავი. ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატულება რომ უნდა და აი თქვა უკრავდი მთხოვდა ხოლმე და უკარი აი შეკრებებზე ხოლმე რომ და წამოიწყებდა თვითონ სიმღერას და მე ჩუმდებოდა უცბად რომ მე შემატოვებდა ხოლმე ინსტრუმენტთან და სიმღერასთან და თვითონ მიიმალებოდა სადღაც და აი ესეთი ხელისკურები იცოდა ყოველთვის მარტო ჩემზე კი არა სხვა ადამიანებზეც ალბათ ბევრისგან გსმენიათ რომ თეატრში ახალი მოსული ადამიანი ყოველთვის რაღაცნაირად ჩუმად წყნარად და ესე ყვირილის გარეშე ზურიკოსგან რაღაცა ბედნიერდებოდა და ზურიკოსგან ილოცებოდა თეატრში რომ მას თავისუფლად ეგრძნო თავი და კარგად ეგრძნო, უცხოთ არ ეგრძნო თავი თეატრში ახალ მოსულს. ხო და იმას ვამბობდი რომ მადლიერი ვარ თუნდაც იმაში რომ ერთ-ერთი სპექტაკლი რომელიც ჩვენთან დაიდგა, მხოლოდ ერთ სპექტაკლში მოგვიწია მე და ზურიკოს ერთად ყოფნა. ამ სპექტაკლში რაღაცა პერსონაჟი იყო, რომელიც არ ყავდათ მსახიობი და ეძებდნენ ვინ შეიძლებაო და აი ეს როგორც მე ტექნიკურმა რეჟისორმა მითხრა, ძალიან მორიდებით ზურიკოს შეუთავაზებია, რომ იას ხომ არ დაუძახოთო. სიყვარულის გამოხატულება რომ უნდოდა, აი რაღაცნაირად რომ შენიანია და მეგობარია და ყოველთვის შენ გვეცა. სიტყვებით არ ამბობდა, ამას საქციელებით ამბობდა და იცოდა ესე მოვიდოდა და ლოყაზე ესე გაგიკეთებდა. რაღაცნაირი ჟესტი ქონდა. მე სულ ეჩხუბებოდი. აი პატარა ბავშვით, ნუ მე იმას ვიშვებითქო. ნუ ჩქმიტავ ლოყებზე მეთქი, მაგრამ ეს იყო მისი სიყვარული. მართლა არა ჩვეულებრივი მამა იყო. არ ვიცი ხა მიკერძებული არ ვარ, დარწმუნებული ვარ და ბევრი იტყვის, რომ აი ჯერ ხო გამორჩეული ადამიანი იყო, მაგრამ როგორც მამა და მამის როლში საერთოდ სხვანაირი და სხვანაირი სრულნელობა სიყვარულს და სახეს აჩენდა საერთოდ. ამისგან აი მართლა არასდროს არ მახსოვს ერთი რაღაც შენიშვნა აწეული სიტყვა რაღაც
ეგეთი არასდროს არ ყოფილა, პირიქით თუ რამე არ მოეწონებოდა, აი რჩევის სახით გაძლევდა და რჩევის სახით გისწორებდა ამ ყველაფერს და აი უნიკალური უნარი ქონდა იმის, რომ აი კარგ ხასიათზე დაეყნებინე. შეიძლება აი თვითონაც არ ყოფილიყო ამ კარგ ხასიათზე ან რაღაც პრობლემა ქონოდა ან რაღაც, მაგრამ შენ მუდმივად კარგ ხასიათზე გაყენებ და თავისი რაღაც ხუმრობებით, რაღაც მსახიობური გამოხტომებით, იმით და მართლა აი ტირილამდე მიყავდი სიცილით, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს გააკეთებ და რავი, შეიძლება ყირამალაზე გადასულიყო, რომ შენ გაგეცინა და კარგ ხასიათზე დამდგარიყავი. შენ არ გამაგდე ქუჩაში. სიცოცხლის ბოლომდე ერთად სცენაზე არ შევხვედრით. რამდენიმე წლით ადრე გარდაცვალებამდე შევხვდით, უშუალო პარტნიორები ვიყავით. ბოროტ შვილიშვილს თამაშობდი მის. ეს იყო ეუხენა ბალბოა. ზომდირო რაღაც კარგად გაკეთებული ეამაყებოდა, რა თქმა უნდა. რაღაცებზე ბევრ შენიშვნებს მაძლევდა ხოლმე. თავის გამოცდილებიდან რაღაც ნიუანსებს მასწავლიდა. ბაძავო მეკითხებიან ხოლმე და ბაძავ ერთ რაღაცაში, რომ აი ადამიანების სიყვარულზე და ისო რაღაცას რომ ვიხსენებ ხოლმე, აი ის ისე მოიქცეოდა ალბათ. ეს თვისება რაც სურიკოს ჰქონდა მუდამ და მამა ჩემსაც უშურველობა და არასდროს არ ჭირდათ პროფესიაში გაუმაცხრობა. რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც არტისტი ხდება გაუმაცხარი და სიტყვებს და ფრაზებს ითulis რამდენია პიესაში, ხო? იქ უკვე ისმება წერტილი. ეს იყო ძალიან უშურველი არტისტი, ორივე, სურიკოც და გივიც თავისთავად, ამიტომ ყველას ძალიან უყვარდა. იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც დიდი გამოდიოდა სპექტაკლი და შესაკვეცი იყო. ალბათ მიხვდებიან მისი რეჟისორებიც და კოლეგებიც ყოველთვის ეძახდა, რომ ჩემი ეპიზოდი ამოჭერეთ. ეხლა მაყურებელს ხო არ დავუკლით, არა უშავს ჩემი ეპიზოდი ამოჭერეთ. და ჭრიდნენ ის ეპიზოდებს, ამ პატარავები. ეს რაც ეხება პიროვნულად, ასე ვთქვათ, მის იმ დანაკლისს, რომელიც განიცადა მისმა მეგობრებმა თეატრში თუ თეატრის გარეთ. როგორც არტისტი, მაინც ძალიან განსხვავებული ფერი იყო. ქართულ თეატრში ძალიან წრფელი, ნამდვილი იუმორით, არა შექმნილი ძალდატანებითი, გამოგონილი იუმორით, არამედ შინაგანი, ძალიან დახვეწილი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ეს ყოველთვის ჩანდა სცენაზე. რა ვიცი, მე მგონი, რომ წინ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი და ეს დანაკლისიც არის ალბათ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ჩემი ზურიკო, რომელიც დარჩა ესე ერთ კითხვად დარჩა. რატომ? რატომ წავიდა?